ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ირგვლივ შეფასებები არ წყდება. გორში სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი თანხმდება, რომ ახლა შექმნილი კრიზისისგან გამოსავლის ძიების დროა. პედაგოგი მარიკა ტლაშაძის აზრით, აუცილებელია რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოლაპარაკებების მიზნით, რადგან ახლა შეთანხმებაა საჭირო და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის ჩარჩოში. ფოტოგრაფი კახაბერ ქარელიძე კი აცხადებს, რომ აუცილებელია პროცესში უცხოელი პარტნიორების ჩართვა და მათი შუამავლობით შეთანხმება. სტუდენტი გიორგი კეკენაძე კი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების განსამუხდად ხელახალი არჩევნებია საჭირო. ცნობისთვის, საქართველოში საპროტესტო აქციები 15 დღეა მიმდინარეობს. მოსახლეობის ნაწილი მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა შეჩერდა. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას უცხოელი აქტორების ჩართულობით ითხოვენ. ვფიქრობ, რომ ძალიან რთული ამ ეტაპზე მოლაპარაკებაზე საუბარი იმდენად დაძაბულია ვითარება, თუმცა ვფიქრობ, რომ რადიკალური ქმედებები ახლა საჭირო, რადიკალური ნაბიჯები შერიგებისა თუ შეთანხმებისკენ და უბრალოდ მარტივად ასე დავსდეთ გავისაუბროთ სამწუხაროდ ალბათ შეუძლებელი იქნება და მე რაღაცნაირად შეიძლება ცოტა ვრცლადაც ვსაუბრობ, მაგრამ სკოლის მაგალითზე ბევრად ადვილია ხოლმე რომ ვთქვათ თუ კი რაღაცა შეუთანხმებლობა გვაქვს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, არავითარ შემთხვევაში ეს ერთმანეთთან არასწორი კომუნიკაციის გზით არ უნდა მოვაგვაროთ, ხო, ანუ მთავარი არის როგორი ის გვექნება ჩვენ ხო კომუნიკაცია ერთმანეთთან და თუ კი ძალადობრივი ასე ვთქვათ მხარე ჩაერთვება, აქ ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ, გარდა იმისა, რომ დავარღვევთ იმ წესრიგს, იმ კანონს, რაც აუცილებელია. ნუ გივია ზუსტად სახელმწიფოა პატარა ჩვენი სკოლებიც ბუნებრივია და სახელმწიფოშიც ასე, ანუ ძალადობის ენაზე საუბარი ვერანაირ პრობლემას ვერ მოაგვარებს და მე ვფიქრობ, რომ თავისი სწორედ ეს არის, რომ აი ეს დასრულდეს. არ შეიძლება ძალადობა, მიუღებელი აბსოლუტურად. მით უმეტეს, ნახეთ, მასწავლებლების, ანუ რეალურად ქვეყნის მმართველების მხრიდან უნდა იყოს ეს ძალიან მნიშვნელოვნად აქცენტირებული, რომ ძალადობა დასრულდეს, ხო? დათმობის მხარეს რაც შეეხება არ მგონია რომ ჩვენ მხარეს რაიმე ჰქონდეს დასათმობი, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი დავთმოთ უკვე 12 წელიწადი. თუ ეგენი დარწმუნებულები არიან რომ არჩევნები მოიგეს, მაგ შემთხვევაში უნდა ადგენენ და დათანხმდნენ ხალხს და ჩაატარონ მეორე არჩევნები. ხელახალი არჩევნები. სხვა გზა ფიზიკურად არ არის, იმიტომ რომ ხალხი არ თმობს, ეგენი კიდე არაფერს არ აკეთებენ. თუ მაგას არ აკეთებენ, ყველანაირი შტაბ-შტილება მიდის იმაზე, რომ არჩევნები არის გაყალბებული რა. ერთ-ერთი მოგვარების გზად მეჩვენება ეგ. ან უნდა წავიდნენ, ან უნდა ჩაატარონ ხელახალი არჩევნები და თუ მოიგეს პატრიოტებთან, მაშინ ისე მოიგებენ. ანუ ეგ არის ყველაზე ლოგიკური აზრი, ჩემი აზრით. თავის ნათქვამი უკან წაიღოს და მოლაპარაკება ევროპელ ლიდერებთან ალბათ უფრო რო შემოლებათ იყვნენ. თუნდაც ერთი წელი უკან გადადგმული ნაბიჯი არის, 10 წელი უკან ნაბიჯის უკან გადადგმა. ეს დაუშვებელია, არანაირად არ შეიძლება, არანაირ კანონებში, კონსტიტუციაში და არანაირ ადამიანის უფლებათა ჩარჩოებში არ ჯდება. ამას უნდა მოეშვნენ.